ამას ეს ინიციატივა ვერაფერს ვერ უშველის. და გამართულს, რომელიც კარგი ქართულით არის დაწერილი, მაგრამ აბსოლუტურ, ესე ვთქვათ, არა ობიექტურია და არა ობიექტურობა შეიცავს იმას, რა ვუყოთ. შეიძლება ხო არის ისეთ მედია საშუალება, რომელიც უფრო მაღალი დონის არის და განვითარებულია, მაგრამ არა, ვთქვათ, ობიექტურია. ხო, მაგრამ ეს არანაირად არ ღვევს ჩემს, ასე ვთქვათ, არგუმენტს. ჩემი არგუმენტი მდგომარეობს იმაში, რომ ძირითადი პრობლემები, რომლებიც უდგას მედიას, არ გადაიჭრება მხოლოდ საკანონმდებლო ინიციატივებით. ეს საკანონმდებლო ინიციატივები კარგია და მივესალმები მათ დამუშავებას, ასე მივესალმები, რომ ხელისუფლებას გადაწყვიტა აჩვენოს, რომ მისთვის მედია პრობლემები არ არის მეორეხარისხოვანი და მიმართულებით ნაბიჯები გადადგას, მაგრამ სამწუხაროდ ისეთი სიტუაციაა დღეს საქართველოში, რომ მედიის გაუმჯობესებას დასჭირდება ბევრად უფრო დიდი, ასე ვთქვათ, ხანგრძლივი პროცესი და ბევრად უფრო კომპლექსური მიდგომა, რომელიც ვერაფრით ვერ დაიყვანება საკანონმდებლო ინიციატივებზე. ლაპარაკია ბატონმა ლაშომ აღნიშნა განათლების სისტემაზე, სასაკუთრებელ განათლების სისტემა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად, ასე ვთქვათ, მოითხოვს დახვეწას და განვითარებას და საერთოდ თავიდან შექმნა შეიძლება, ხო? ჟურნალისტიკის სკოლა საქართველოში ძალიან მძიმე ვითარებაშია, რამდენადაც მე ვიცი და პირველი ნაბიჯები საერთოდ მას გამოსასწორებლად სულ რამდენიმე წელია, ასე ვთქვათ, მიმდინარეობს სახელმწიფო უნივერსიტეტებში და არასახელმწიფო უნივერსიტეტებში. მანამდე რაც იქ ხდებოდა, ეს იყო ესეთი სახელოვანი საბჭოთა ტრადიციების გაგრძელება და ის ჟურნალისტები, რომლებიც დღეს მოღვაწეობენ, სწორედ ამ სახელოვან საბჭოთა ტრადიციებზე აიზარდნენ, ან პოსტსაბჭოთა სახელოვან ტრადიციებზე. ამიტომაც ეს ყველაფერი ვერანაირად ვერ მოხდება ამ ყველა პრობლემის გადაწყვეტა, იმით რომ ჩვენ 8 პუნქტიან რაღაცა კანონს მივიღებთ. 8 პუნქტიანი კანონი კარგია, მაგრამ თქმა იმისა, რომ ეს არის პანაცეა, არის შეცდომა. ერთი 8 პუნქტიანი კანონი არ არის, აქ 8 კანონ პროექტია საუბარი. ერთ-ერთი არავინ ამბობს, რომ ეს არის პანაცეა და უცბად გავხდებით ჩვენი გაზეთები გახდება ამერიკული გაზეთები, და ჩვენი ტელევიზიები გახდება ამერიკული ტელევიზიები, მაგრამ როდესაც საუბრობთ თქვენ და თქვენი გუნდის წევრები რეფორმაზე განათლების სფეროში, ცხადია ეს გულისხმობს გაუმჯობესებას, მდგომარეობის და უცბად თქვენი უნივერსიტეტი ვერ გახდება ჰარვარდი, ხო? და ამიტომ ახლა თქვენ რო დაიწყოთ სწორი პროცესი, მე არ გეტყვით, რომ იცით რა, მაინც ვერ იქნები ჰარვარდის უნივერსიტეტი. რას ნიშნავს ახლა ის, რომ მედია სჭირდება, ასე ვთქვათ, ბევრი თვალსაზრისით გაუმჯობესება, ეს ვიცით, მაგრამ ამიტომ ვამბობ, რომ თქვენ რაზე აკეთებთ აქცენტს? იმაზე, რომ რაღაცა გავაკეთოთ, თუ აზრი არ აქვს რაღაცა მე ვერ გავიგებ. თუ თქვენ ამბობთ, რომ გვინდა გაუმჯობესება, მოდით ვიყოთ თანამიმდევრული. ჩვენ თავაზობთ საზოგადოებას კონკრეტულ პროექტებს და ვისაუბროთ ამაზე, ეს მოგცემს თუ არა უკეთეს შედეგს, ვიდრე გვაქვს დღეს. თუ თქვენ ხედავთ სხვა პრობლემებს, კი ბატონო, ვისაუბროთ იმ სხვა პრობლემებზეც. თქვენ როგორც გამოცდილი, ასე ვთქვათ, ლექტორი, შეგიძლიათ შემოგთავაზოთ სხვადასხვა გზები, როგორ გავაუმჯობესოთ, ასე ვთქვათ, განათლების არა, ბატონმა გიგამ ეს აღნიშნა, რომ კანონ პროექტები ვერ განაპირობებს მედიის ხარისხის გაუმჯობესებას. როდესაც ჩვენ ადრე ლაპარაკობდით ხოლმე, რომ აი სახელმწიფო ერევა და ეს არის პრობლემა, პასუხად გვეუბნებოდნენ, იცი რა, ეგ არ არის პრობლემა. პრობლემა არის აი ეთიკის წესებს არ გვერდ. ეს არის ერთ-ერთი პატარა პრობლემა. მაგრამ იგივე გადატანა, ეს ძალიან ესეთი საინტერესო გზა არის გადატანა სხვა საკითხებზე, როგორმე ამ თემებზე არ ვილაპარაკოთ. არ ვილაპარაკოთ სახელმწიფოს ჩარევაზე, არ ვილაპარაკოთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფული როგორ უყაირათოთ, უმიზნოთ თავისი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ იხარჯება. სხვათა შორის, თუ თქვენ გნებავთ მედიის განვითარება, უნდა მივაქციოთ იმას, რამდენად კიდევ ერთხელ გიმეორეთ, რამდენად კონკურენტულია ეს გარემო. კონკურენტული გარემო არ არის დღეს საქართველოს მედიაში და ის რომ ტელევიზიებში მოძრაობს ეს ფული, ეს გავლენას ახდენს სხვადასხვა ბეჭდვით მედიაზე, იმიტომ რომ ეს შეიძლება ახლა თქვენ არ იცოდეთ უბრალოდ რეკლამის, ასე ვთქვათ, რეკლამის ოდენობა, ფასი პირდაპირ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. საგაზეთო რეკლამა, ტელევიზიის რეკლამა და ტელევიზიის რეკლამა არის დემპინგური, იმიტომ რომ სახელმწიფო მოხელეები ერევენ ამაში. ეს ხელს უშლის მედიის განვითარებას, იმიტომ ყველაფერი არის ფულთანაც დაკავშირებული, არა მარტო ქართული წოდნასთან, ხო? ეს ყველაფერი ფინანსებთან არ დაკავშირებული, ღარიბებია გაზეთი და ასე შემდეგ, მაგრამ ამაზე არ არის საუბარი. მოდით ვილაპარაკოთ კიდევ ერთხელ გეუბნებით. გვინდა თუ არა ჩვენ რომ იყოს ფინანსური გამჭვირვალეობა ტელევიზიებში, გვინდა?
უკაცრავად. ჩვენ რატომ მოვედით აქ? ჩვენ მოვედით აქ ქართული მედიის პრობლემებს საუბრობთ. თქვენ დაასახელეთ პრობლემები, მე დავასახელებ პრობლემები. რატო არის რომ ეს კონფრონტაციული მომენტი მაინც ვერ გავიგებ? მე გეთანხმებით რომ ეს პრობლემები არსებობს. თუ მე თქვენს მეთანხმებით რომ ეს პრობლემები არსებობს, მაშინ გავიხილოთ ეს ყველაფერი კომპლექსურად, ხო? თქვენ არ დაიწყეთ კომპლექსურობით. გავიხილოთ კომპლექსურად, ამიტომ ვამბობ რომ კომპლექსური განხილვა არის რა არის კომპლექსური? საკუთრების გამჭვირვალეობა, ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები, საჯარო ინფორმაციის გამჭვირვალეობა არის მნიშვნელოვანი თემა მედიის საქმე. ანუ აი თქვენ ამბობთ რომ ხარისხიანი მედია გინდათ, ხო? ხარისხიანი მედია რას ნიშნავს? რომ ოფიციალური დოკუმენტი უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ხო? თუ არ არის ხელმისაწვდომი ოფიციალური დოკუმენტი, იქნება ხარისხიანი მედია? შესაბამისად არის ეს პრობლემა. მოდით დავძლიოთ პრობლემა. მაგრამ მაშინ მე დაგისვამთ ერთ კითხვას. იცით რა მაინტერესებს? ადამიანი როცა გაზეთში წერს რომ როცა აკრიტიკებს სტატია და აკრიტიკებს ხელისუფლებას. რომ რა უაზროდ არქმევენ ქუჩებს სახელებსო. და როცა ამბობს რომ აი რა არისო ესო კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩასო გადაარქვეს სახელიო და გრეგორი პეკინის სახელი დაარქვესო. ამას რა უშველის? გამჭვირვალეობა უშველის? მე ვიცი თქვენ ამბობთ ერთ-ერთი სააგენტოს ინფორმაციის თაობაზე. არა, მე ვამბობ ერთ-ერთი გაზეთში 2000 გაზეთში არ იყო, ეს იყო გაზეთში. საკითხული მოხდა ჩემთვის. კი, სააგენტოს ინფორმაცია. არა, ეს იყო სტატია ხელისუფლების მიერ კრიტიკული. მე ვიცი ეს იყო სტატია კი არ იყო, ეს იყო სააგენტოს ინფორმაცია. თქვენ ურევთ ახლა. საკითხული სკანირებული ძალიან კარგად ვიცი, იმიტომ რომ ამის შემდეგ ამ სააგენტოსთან ჩვენ გარკვეული დროით გავწყვიტეთ ურთიერთობა მაგის გამო, სწორედ რომ ეგეთი ინფორმაცია მოგვაწყვეტა. ეს არ იყო ინფორმაცია, ეს იყო opinions article, რომელიც იყო მიმოხილვა ისტორიული სიტუაციის, უკაცრავად, ისტორიული სიტუაციის, საერთოდ ლესენზის რატო არ ანუ ნახეთ რა მომენტია, ხაზს მინდა გავუსვა. მე გეთანხმებით იმაში, რომ თუ ჟურნალისტი ვერ მოიპოვებს, ჟურნალისტი ვერ ეხლა ბატონ გიგა, იმიტომ რომ ეს იყო სააგენტოს ინფორმაცია, მე ძალიან კარგი, დიახ, ეგ იყო სააგენტოს ინფორმაცია. ხუმრობა და თელ ყველგან ხუმრობა ეს არის. ბატონო, ეგ არის არასწორი ინტერპრეტაცია იმ ადამიანებს, ვისაც არ უნდათ რომ ასე თქვათ ვიღაცა არსებობდეს, მათ შორის გაზეთები, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებს. მე ძალიან კარგად ვიცი თქვენ რაზეც ვжелობ და სწორედ ეს არის პრობლემა. ეს და გადაჭარბება არა. არა, იტყუებით, იმიტომ რომ მე გეუბნებით რომ ეს არის სააგენტოს ინფორმაცია, მე არაფერი მე წაკითხული მაქვს თქვენ გაზეთში სტატია მაგ თემაზე. არა, სტატიის ავტორი არ მახსოვს. მაგრამ იყო სტატია, რომელიც ამბობდა რომ გრიგორი პეკინის ქუჩა სააგენტოს ინფორმაცია და გავწყვიტეთ დიდი. კი ბატონო, ამაზე ადვილი არაფერი არ არის, შეგვიძლიათ ამოვიღოთ არქივიდან ის ნომერი და ვნახოთ. შეცდომები, სხვათა შორის ასეთი ტიპის ის სხვათა შორის ის ჟურნალისტი, რომელიც მუშაობდა სააგენტოში, იმას მოვიდა მექანიკური შეცდომა და ძალიან კარგად იცოდა პეკინია თუ პეკია და როგორმე მაგას არ ყვება, ესეთი გაუგებრობები ხდება. კარგით. არსებობს სხვა შორის წიგნებით, სადაც ისეთი ცნობილი გამოცემები, როგორც New York Times-ი, Washington, ასეთი აბსურდული და გაუგებრობები იქაც ხდება. მაგრამ ამაზე არ არის, თქვენ თუ გინდათ რომ 100 ვიღაცა შეეშალა და დაიყვანოთ იმაზე რომ მილიონებს ვიღაცა ჯიბეში იდებს და აქედან გამომდინარე თქვენ გინდათ ეს გადმოიტანოთ ამაზე, ნუ არა არის კეთილსინდისის კარგი, დაუბრუნდეთ თემას, ოღონდ უნდა დაუბრუნდეთ ჩვენს არსებით თემას. ჩვენ საუბრობთ იმაზე, რა უფრო მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მედია სივრცე იყოს უფრო ჯანსაღი და უფრო გაუმჯობესდეს მედია გარემო. აქ მივედით ერთ დასკვნამდე, ანუ ორი საკითხია, რა უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ გავათავისუფლოთ მედია თუ უფრო ხარისხიანი მედია მივიღოთ. ამაზე ვდაობთ ამ შემთხვევაში. ბატონ გიგა, მაინც რომელი უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის? ხარისხი, თქვენ აღნიშნეთ, რომ ესე ვთქვათ, ამ შემთხვევაში პრესა არ არის პოლიტიკური ინტერესის საგანს, არ წარმოადგენს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თითოეული ესე ვთქვათ, არაპროფესიონალური სტატია, ესე ვთქვათ, იწვევს თქვენში ერთგვარ ჩემი შეფასებით აქვს, ეს რომ ძალიან ცნობილი ხუმრობა, და ძალიან ცნობილი ხუმრობა, რომელიც ნუ ტრიალებდა წლების განმავლობაში იტალიაში. ეს არ არის მთავარი. საქმე ის არის, რომ თავისუფლება სჭირდებათ, ანუ თავისუფალი მედია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ვამბობ იმას, რომ მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფლება არ გაზრდის მედიის ხარისხს.
გასაკურველია გაზრდის რაღაცა დონემდე, მაგრამ მას სჭირდება სხვა კიდევ მექანიზმი. კარგი, არ უნდა მივახციოთ პირველ რიგში პოლიტიკური ზეწოლისგან გათავისუფლებულ მედიას, არ უნდა ვიბრძოლოთ ამისთვის. აუცილებლად და ყველანაირად მივესალმებით. ეს ნომერ პირველი მიზანი უნდა იყოს ჩვენთვის თუ არა? ნომერ პირველი იყოს, რომელი ნომერიც გინდათ იყოს, ეს არის მნიშვნელოვანი ძალიან ნაწილი მედია სიტუაციის გაუმჯობესებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ამიტომ მივესალმები ყველანაირ ინიციატივას ამ მიმართულებით გადადგმოს. ძირითადად ისე ხდება ხოლმე საერთოდ რომ სამწუხარო ესე ხდება რომ საქართველოს ხელისუფლება არ აქცევს ყურადღებას თუნ ქვეყნის შიგნით ინიციატივებს და აუცილებლად საჭირო რომ ინიციატივების შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებმა გააჟღერონ ხოლმე. იმიტომ რომ ხელისუფლება ნაწილობრივ სამართლიან თვლით რომ სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში იმდენად სუსტია რომ მისი არ გათვალისწინება შეაძლებელია და დაშვებადია. ამიტომაც ის სასაჩუება ეს არის რომ როდესაც უკვე ზეწოლა მოდის საერთაშორისო თანამეგობრობის არ ვიცი ქვეყნებიდან იქნება თუ ორგანიზაციებიდან მაშინ ის სასაკურველად ბევრად უფრო განწყობილია რომ რაღაცა ცვლილებები გაატაროს ხოლმე. ამიტომაც მე ყველანაირად მივესალმები ამ ინიციატივებსაც, დარწმუნებული ვარ, თუ მართლა ზოგიერთი მათგანი კარგი აღმოჩნდა, ისინი აუცილებლად ასე ვთქვათ, შევა თუნდაც იმავე საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში და შემდეგ რეკომენდაციებში, ანუ ეს სრულად პოზიტიური პროცესია, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამ პოზიტიური პროცესის ბოლოს ჩვენ მივიღებთ მედიას, რომელიც ხარისხობრივად ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე ჩვენ ეს გვაქვს. ამისათვის ჩვენ დამატებითი მუშაობა გვჭირდება, რომელიც იქნება სხვა ტიპის. კი ბატონო, დამატებითი მუშაობა გვჭირდება იმისთვის, რომ მივიღოთ უფრო ხარისხიანი მედია. ხარისხის პრობლემაც დგას, თქვენც ესე ფიქრობთ, ნალაშა, საერთოდ მედია სივრცეში. არ ეთანხმებით ამას აზრებს? პირველ რიგში დგას თავისუფლების პრობლემა, ასევე დგას ბუნებრივი ხარისხის პრობლემაც. მე ამ თვალსაზრისით რა თქმა უნდა ვიზიარებ ამ პოზიციას, ეს არის სერიოზული პრობლემა, ჩვენ ამის თაობაზე არაერთ ზის გვითქვამს, მათ შორის საჯაროდ. მაგრამ თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ გარკვეულწილად ხდება ყურადღების გადატანა? მე ვფიქრობ, რომ დღეს უნდა ვიყოთ თანამიმდევრული და ვილაპარაკოთ კონკრეტულ საკითხებზე. არსებობს კონკრეტული ინიციატივები, არსებობს საინიციატივო ჯგუფის ინიციატივები, არსებობს პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივა, რაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული ლიბერალური კანონმდებლობა ითხოვს დახვეწას, უფრო მეტ დერეგულაციას, უფრო მეტ განვითარებას. დადგა ეს მომენტი, ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია მივიღეთ ეს კანონები და უნდა შევაფასოთ ვითარება და გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავმალოთ პრობლემები, რომელიც არსებობს მედიაში, მათ შორის ხარისხის თვალსაზრისით, მათ შორის ასე ვთქვათ, სხვა თვალსაზრისითაც, მაგრამ მაინც მე მგონია, რომ უნდა განსაზღვროთ პრიორიტეტები და ამ პრიორიტეტების მიხედვით უნდა გადავდგათ ნაბიჯები. თქვენი ნომერ პირველ პრიორიტეტი არის მედიის მე ვფიქრობ, რომ მე მგონია, რომ დღეს ჩარევისგან განთავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, თუმცა აქ მარტო ჩარევაზე არ არის საუბარი, აქ არის საუბარი მრავალ სხვა თემაზე. ეხლა კონკურენციას ამბობ, მე ტყუილა არ ვამბობ, მაგრამ მათ შორის ახალი მოთამაშეების შემოსვლის შესაძლებლობები, ლიცენზირების გართულებული სისტემები, ინტერნეტის საკითხი, მე ვფიქრობ, რომ უნდა დაესვას წერტილი, ეხლა ბევრი საუბრობს, რომ იქაც არსებობდეს ლიცენზია და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ არ უნდა არსებობდეს ასეთი მედიისთვის ლიცენზია. უნდა გავარკვიოთ როგორ გადავალთ ციფრულ მაუწყებლობაზე, რომელიც არის ძალიან სერიოზული პრობლემა. გვაქვს ქვეყანას აქ აღებული ვალდებულებები. და უნდა გადავიდეთ. ამას სჭირდება რესურსი, ამას სჭირდება როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური რესურსი, ამას სჭირდება მომზადება. კონცენტრაციის საკითხებია ძალიან სერიოზული. ეს ნიშნავანი, ასე ვთქვათ, არხების ფინანსური წარმომავლობა როგორია, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. როდესაც და ეს ძალიან კარგად იმოქმედეს, მე მგონია, იმიტომ რომ ასევე ძალიან სერიოზული პრობლემა, როდესაც მონოპოლიზებული არის და გართულებულია სიტუაცია რეკლამასთან დაკავშირებით. იმიტომ თავისუფალი სახსრები, აი როცა ლაპარაკობს რომ ბატონი გიგა ამბობს რომ პრესა არის თავისუფალი, არ არის ბატონო ესე მარტივად საქმე, იმიტომ რომ არ არსებობს თავისუფალი რესურსი, რომელიც მიედინება რეკლამის სახით პრესაში. გართულებულია ეს, იმიტომ რომ ვიღაცას ადევს ეს თათით. ეხლა შეგვიძლია ვილაპარაკოთ რომ რა მნიშვნელობა აქვს, ხო? ეს არის სერიოზული პრობლემა. პრესას სხვა პრობლემაც აქვს, დისტრიბუციის პრობლემა, ყბადაღებული პრობლემა. თქვენ რო გამოგზავნდით და წიგნებთან დაკავშირებით ისაუბრეთ, სხვა შორის გეთანხმებით, რაც თქვით, რომ პრობლემა წიგნების გაყიდვასთან დაკავშირებით, ეს პრობლემა ძალიან დიდი ხანი არსებობს პრესისთვის.
და აი ეს არსებული პრობლემები ქმნის სირთულეებს მისი განვითარებისთვის. იცით, ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. რესურსი არ არის განვითარებული. რა თქმა უნდა, იცით, იმიტომ რომ ეხა აი არ არის გამართლება, გასაგებია, მაგრამ რა თქმა უნდა მოქმედებს. ამიტომ კი ბატონო, კიდევ უფრო გავაფართოვოთ თემა, გზად ვართ რომ ვილაპარაკოთ პრაქტიკაზეც, გარკვეულ ტრადიციებზეც, სკოლებზეც, უფრო მეტ ინტეგრაციაზე, მეტ ასე თქვა შესაძლებლობებზე ქართველი სტუდენტებისთვის რომ მიიღონ განათლება დასავლეთ